6 შვილი ყავდით ჩვენ მშობლებს სახლი დაგვეწვა მახსოვს მაშინ 4 ვიყავი და 20 სახლი ღამის 2 საათი იყო ცეცხლი ეკიდა და ტიტულები ვიდექით აქ ბავშვები გამოვყარეს შუაღამე დედაჩემი რაღაც ლამპით ნავთი და გადაესხა და ის 100 წლიანი სახლი იყო და ეგრევე და უცბად გამოვყარ და უყურებ ანთებული სახლი და მამაჩემი რომელსაც ხედავ რომ შერბის ოდაში და უყვირიან მამაჩემს რომ გურამი აქ არისო და ნუ შეხვალ ანუ მამაჩემს რა უქონია იცი სადაც მე ვიწექი საწოლში თურმე ეს ალისგან საბანი ირხო და ამას ეგოდა რომ მე ჩავიმარე შიშისგან და რო დაუძახეს მამაჩემი ამას შევარდა და მამაჩემი ყვებოდა მე რო გადავწიე და არაფერი არ იყო რომ გამოვიხედე სულ ცეცხლი იყო თურმე და ეს მაისური ეს გავიხადო და გადმოვახდა იქიდან მაგრამ სულ დაწვარი იყო და სური ხონდა დამწვარი და მამაჩემს რო უყურებდი მე დიდი რო აი ახლა ამე იმეთ ემოციებში და რო დავინახავდი მის ზურგს დამწვარს და წარმოვიდგინე ახლა რა გზდობა გაქვს ეს რის განქონდა მამაჩემს მოდი რა ძალიან გთხოვთ ბავშვებო იმიტომ კი არა მამები ვარ ჩვენ მართლა მამის გული სულ სხვანაირია და მამამ შეიძლება ვერ გამოხატოს იმიტომ რომ მამა პირველ რომ ოჯახ ურთიერთობები რაღაცები იკლავს ესეთია ბუნები და იქ გაუნელებელი სიყვარულია შვილისადმი უმკაცრესი იყო მამაჩემი ამ დროს მაგრამ აი მე ხო ვიცოდი მისი გული უკვე როგორია იმიტომ ცხოვრება ქონდა მკაცრი ჯერ 6 შვილი ერჩინა რამდენი ტვირთი ქონდა ხო მის ოჯახი მასზე იყო რომ მოეტანა დღისი ტრაქტორზე მუშაობდა ღამე იმებს რა ქვია აშალაშინებდა რომ ახალი სახლი გაეკეთებინა ხო და ასეთი მამას ერთხელ მახსოვს მამაჩემ ახლა თქვენ რო გეფოფირებიან მამები ახლა გეტყვი მე რა როგორი მამა მყავდა როგორ უყვარდი მამას და ამ დროს პირველ კლასში ვარ ხუთოსანი ვარ მაგა ის ვიყავი დიჭიერი და თუს წერა ვისავლე თუ არის ორნაწილიანი ახლა ის იდა თუ წერა რომ ვისავლე სიხარულისგან მივრივა მამაჩემ მამა თილს წერა ვისავლე ისე დამიღრიალა იმიტომ ხელი შეუშალი რაღაცა და ახლაც მახსოვს ის დაყვირება ახლა აი წარმოვიდგინე ახლა რა არ უყვარდი არ ეცალა ჩემთვის თილს ეს სხვა პრობლემა იყო სად ეცალა საწყალ იმდე დღე-დღე მუშაობდა ტვირთი აწვა და ამიტომ ბავშვებო შვილიშვილებო მე შვილიშვილი მყავს 22 წლის თუ მამა ვერ გამოავლენს ისეთ სითბოს ისეთ სიყვარულს და ცოტა ისეთია დასკვნა არ გააკეთოთ რომ მამაჩემი არ უყვარვარ მე ვიცი ასეთ ბავშვებსაც ვიცნობ მამას ვიცნობ რომ ისაც გული ეგლიჯება ბავშვის სიყვარული და ბავშვს ვერ ვასწავლით ვერაფერს რომ მამას უყვარს იმიტომ რომ მამას თავისი პრობლემების გამო ვერ გამოხატავს ან ციტება უხეშადაც გამოხატავს უყვიროთ და ავტომატურად მიღებულია რომ მამა არის ისა მოძალადი და შეიძლება უჩივლოთ კიდე დღეს ბავშვებს ასწავლიან რომ მამას უჩივლოთ თუ კი ოდნავ დაგიყვირებს და არ არის ძალიან გთხოვთ ასე კიდე ერთხელ გეუბნებით განა ვამართლებ ყვირილს და ძალადობა მამას გული ეწვის თქვენთვის აი მამაჩემს რომ ცეცხლში შევარდა მამაჩემი ჩემს გამო და იმის მერე რომ დამიყვირა როგორ ფიქრობთ თქვენ აბა დასკვნა თქვენ გააკეთეთ გული ვერ გამოა ყოველთვის მამას იმიტომ სიბძიმე აწევს ადამიანს და პირიქით იქნებ თქვენ დაეხმაროთ იქით თქვენ დაეხმაროთ რომ ის სითბო და სიყვარული რაც უჭირს მას მიიღოს თქვენ მისცეთ აქეთ თუ ვერ შეძლო და აი მე ნახეთ როგორ დაგებრუნებთ